გამარჯობა, დღეს 15 მაისია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1990 წლის 15 მაისს დაიბადა ჩრდილოეთ ირლანდიური წარმოშობის მოდელი სტელა მაქსველი. ის ცნობილი გახდა როგორც ვიქტორია სიკრეტის ანგელოზი 2015 წელს. 1997 წლის 15 მაისს დაიბადა ფრანგი ფეხბურთელი უსმან დემბელე. მან დორტმუნდის ბორუსიაში თამაშისას მოიგო გერმანიის თასი. ბარსელონაში თამაშისას ის სამჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. 2023 წელს დემბელე გადავიდა PSG-ში და წელს უკვე მეორედ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი. 2018 წელს ის გახდა მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად. მას ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად წინ აქვს UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს. 2000 წლის 15 მაისს დაიბადა უკრაინელი ჩოგბურთელი დაიანა იასტრემსკა. 1991 წლის 15 მაისს დაიბადა ფრანგი ყოფილი ფეხბურთელი პატრის ევრა. მან მანჩესტერში თამაშისას 5ჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, 5ჯერ ინგლისის სუპერთასი და ერთხელ UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა. ხოლო იუვენტუსთან ერთად ის 2ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი. 1996 წლის 15 მაისს დაიბადა ინგლისელი მომღერალი და სიმღერების ავტორი ბერდი. 1987 წლის 15 მაისს დაიბადა ბრიტანელი ყოფილი ჩოგბურთელი ენდი მარი. ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სპორტსმენად ბრიტანეთის ისტორიაში. 2016 წელს ენდი მარი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე 2ჯერ მოიგო ოქროს მედალი მამაკაცთა ერთეულში. 1970 წლის 15 მაისს დაიბადა ნიდერლანდელი ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ფრანკ დე ბური. ის თამაშობდა ისეთ ცნობილ გუნდებში, როგორებიც არის აიაქსი, ბარსელონა და გალათასარაი. 1970 წლის 15 მაისს დაიბადა ფრანკ დე ბურის ძმა, ნიდერლანდელი ყოფილი ფეხბურთელი რონალდ დე ბური. მისი ძმის მსგავსად ისიც თამაშობდა აიაქსში და ბარსელონაში. 1891 წლის 15 მაისს დაიბადა რუსი მწერალი, დრამატურგი, თეატრალური რეჟისორი და მსახიობი მიხაილ ბულგაკოვი. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია ოსტატი და მარგარიტა, რომელიც დაწერა 1928-1940 წლებში, მაგრამ ის მხოლოდ 1967 წელს გამოქვეყნდა ცენზურით და შემცირებული ვერსიით. 1893 წლის 15 მაისს დაიბადა ქართველი მწერალი, ფილოსოფიის დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი კონსტანტინე გამსახურდია. ის ცნობილია თავისი ეპიკური რომანებით, ისტორიულ-ფილოსოფიური თხრობითა და ქართული ენის მდიდარი ლიტერატურული სტილით. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია დავით აღმაშენებელი და დიდოსტატის მარჯვენა.